სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოისმინეთ სახარებიდან, კერძოდ მათეს სახარებიდან მეოთხე თავის დასაწყისი, სადაც ნათქვამია, რომ ნათლისღების შემდგომ უფალი მარხულობს, ესე იგი, უდაბნოში 40 დღის განმავლობაში და შემდეგ შეემშიაო, მოშივდაო და მივიდა მასთან გამომცდელი ეშმაკი და ეუბნება, რომ თუ შენ ძეხვთვისახარ, მაშინ თქვი, რომ ეს ქვები ყურებად იქცნენ. და მინდა ივანე ოქროპირი, ერთ-ერთი განმარტებელი ამ სახარებისა, ამბობს, რომ და ყურადღებას ამახვილებს ამ ქვების სიმრავლეზე. კი არ ამბობს, კი არ ეუბნება, რომ ეს ქვა ყურად იქცეს, არამედ ეს ქვები ყურებად იქცნენ. და მიანიშნებს ერთ-ერთ დიდ ცოდვაზე, რაც არის ნაყროვანება. ნაყროვანება არის ორგვარია ნაყროვანება. ერთი არის, რომ ადამიანს სიმაძღრემდე უყვარს ჭამა და უზომოდ უყვარს ჭამა და მეორე არის გემოთ მოყარება. რაღაცა პირის გემოს მისდევს, ესე იგი ადამიანი და რაღაც ისეთი უნდა ვნება ეს. განეხა ადამიანმა გემრიელი რამე რო შეჭამოს, ეს კი არ უნდა ჩათვალოს ცოდვად. მაგრამ ეს როდესაც უკვე ვნებად იქცევა, ეს არის პრობლემა, თორე არც საკვების მიღება არ არის პრობლემა, არამედ ზომიერად უნდა იყოს ყველაფერი. თორე პირიქით, განა დიასახლისი არ ცდილობს, რომ გემრიელი საკვები გააკეთოს, რომ თავის ოჯახის წევრებს გაუმასპინდეს, თუ სტუმარი იქნება თუ სხვა. გემრიელი უნდა იყოს, მაგრამ აქ არის დამოკიდებულებაზე საუბარი, ჩვენი დამოკიდებულება საკვებისადმი. თორე შეიძლება ახლა ადამიანს შეხედო და ხედავდე, რომ ბევრი შეჭამა. მაგრამ შეიძლება სხვა შეხედო, რომელმაც ცოტა შეჭამა. მაგრამ რომელმაც ცოტა შეჭამა, შეიძლება ის უფრო არის ნაყროვანებაში, ვიდრე ის, რომელმაც ბევრი ჭამა. იმიტომ რომ შეიძლება მან, რომელმაც ბევრი ჭამა, უფრო მეტი შეუძლია რომ ჭამოს. მას უფრო მეტი შეუძლია და ამ ცოტას მჭამეს კიდე ესე ზედმეტი მოუვიდა. ყველას ერთნაირად ხო არ ჭირდება რომ ჭამოს, არა, იმიტომ რომ მცენარეებიც ესეა, ცხოველებიც ესეა, სხვადასხვა გვარი საკვები და წყალი ჭირდება. ადამიანებიც ესეა, ზოგს მეტი ჭირდება, ზოგს ნაკლები. მით უმეტეს კიდე როგორი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, ვიღაც სპორტსმენია, იმას მეტი ჭირდება, რა თქმა უნდა. ვიღაცა შეიძლება ნაკლები, ვიღაც ავადმყოფია, ვიღაც ჯანმრთელია და ესე. მაგრამ საერთო წესი, როგორც წმინდა მამა იოანე კასიანე რომაელი ამბობს, არის ასეთიო წმინდა მამათა მიერ დადგენილი, რომ ახლა ესე ყველას ისეთ წესს ვერ მოიფიქრებ, ესე ამდენი უნდა ჭამო, რომ ხოს შეიძლება ის ცოტა ამის, ვიღაცისთვის ბევრია. მაგრამ ესეთი წესი თქვეს, რომ ჭამელმა მანამდე უნდა შეწყვიტოს ჭამა, ვიდრე ჭამის სურვილი შენარჩუნებული. ეს თითოეულმა უკვე თავის თავში თითოეულმა განსაზღვროს. ვიდრე ესე იგი ჯერ კიდევ სურვილი საკვების მიღებისა შენარჩუნებულია, იქ უნდა შეწყვიტო ჭამა, რომ ნაყროვანებაში არ გადახვიდოს. ეს არის ზოგადი წესი, რომელიც შეუძლია ყველას გამოიყენოს. შემდეგ ესე იგი ეშმაკმა წაიყვანა და ტაძრის ქიმზე დააყენა და უთხრა, რომ გადაიგდეო აქედანო შენი თავიო, რადგანო დაწერილიაო შენთვისო, რომ ხელთა მათთაზე და აღიყვრან შენ. ნუ სადაც არსა ქვასა ფერხი შენია. 91 ფსალმოში რასაც კითხულობთ. მაგრამ ის იესო ქრისტეზე კი არ არის დაწერილი. ის არის თითოეულ ადამიანზე დაწერილი, ვინც ღმერთს მიენდობა. ღმერთი მართლაც დაიფარავს და დაიცავს თავისი ღვთის ქვეშ და თავისი კალთით ატარებს. რომ ფეხს არ წამოქრავს, არ წაიბორძიკებს და დაცემოს წამოაყენებს და დაიფარავს. და უფალი ეუბნება, რომ ისიც დაწერილიაო, რომ არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. და აქ არის საუბარი ამ პარტავნების სასტურზე, რომ გადაიხდი ახლა შენ და
ანგელოზები ისედაც დაგიცავენ. ამ პარტავნება არის ისეთი ცოდვა, რომელმაც ანგელოზი ეშმაკად აქცია. ამ სიამაყის გამო, ამ პარტავნების გამო. ყოველგვარი ცოდვის სათავე ამ პარტავნება. არ არსებობს, ესე იგი, ადამიანი, რომელიც ამ პარტავანი იყოს და ის გადარჩეს და ცხოვრდეს. რაც არ უნდა აკეთოს. და ზოგ შემთხვევაში რაღაცა სხვადასხვა საქმის კეთება უფრო აძლიერებს ამ პარტავნებას. იმიტომ რომ ადამიანი რაღაცას თავის თავს მიაღწევს, თავის თავს მიუთვლის, რომ ეს შენ გააკეთე, დავიწყდება, რომ თუ თითოეული უნარი თუ შესაძლებლობა ადამიანს აქვს ღვთისგან მიცემა. ზოგჯერ ადამიანი თავს იწონებს რაღაცით. ზოგჯერ რაღაცა ცოტა ცოდნა მეტი აქვს სხვასთან შედარებით და ამით იწონებს თავს. ვიღაცას ძალა აქვს ცოტა მეტი სხვასთან შედარებით, ვიღაცას რაღაცა უნარი აქვს და ამითი თავმომწონებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ღვთისაგან. იმიტომაც თუ დააკვირდით, ნახეთ რა ეწერა დღევანდელ სახარებაში. თუ სხვისაში სანდო არ ახარ, შენსას ვინ მოგცემს? ეს სხვის არ არის, ღვთისა ღმერთისა, ღმერთისგან მოცემული ჩვენთვის. სხვადასხვა ნიცი, სხვადასხვა რაოდენობის ტალანტი, როგორც სახარების ოვლად არის, ხო, ვიღაცას 5 მისცა, რომ გაემრავლებინათ, ვიღაცას 2 მისცა, ვიღაცას 1 მისცა და თითოეულმა ადამიანმა ეს ტალანტები უნდა გამოიყენოს არა თავის მოსაწონებლად, არამედ იმისთვის, რომ სული გადაირჩინოს. ეს ტალანტები არის ამისი საშუალება, რომ შენ ეს გაამრავლო, გააორმაგო და ამითი სული გადაირჩინო. წმინდა მამა პაისი ათონელი ასე ეუბნება ერთ-ერთ მონაზონს, რომ თუ გინდაო რომ ამ პარტავნებაში არ ჩავარდეო და სიმდაბლე შეინარჩუნო, იფიქრეო იმ ტალანტზეო, რომელიც შენ ღვთისგან მოგეცა და არ გააორმაგეო. და ამის გამო რომ ღვთის წინაშე მოუწევს ადამიანს სიტყვის გება. ახლა წარმოედგინეთ, აი ჩვენს თავში რომ ჩავიხედოთ და რომ შეატყობ, რომ შენ ამის ნიჭი გაქვს და შენ არ ვცდილობ, რომ ეს გააორმაგო. გააორმაგო რას ნიშნავს, რომ შენს თავსაც არგო და შენს გარშემო იმ ნიჭით ადამიანებმა სარგებელი მიიღო, სულიერიც და ხორციელიც. ანუ შენ თუ არ ჩააყენებ ამ ნიჭის უნარს, ძალას თუ ჭკუას თუ ცოდნას თუ ნებისმიერ ამის მატერიალურს თუ არამატერიალურს, შენი სულის გადარჩენის საქმეში და სხვათა სარგებლის მოტანის საქმეში, მაშინ ნიშნავს, რომ არ გააორმაგე ეს ნიჭი. და ამ ნიჭის გამო კიდევ ჩვენ პასუხისმგებლობა მოგვიწევს ღვთისათვის. შემდეგ წაიყვანა ეშმაკმა მაღალ მთაზე და დააყენა და აჩვენა მთელი ამ წუთის ოფლის სიმდიდრე და დიდება და უთხრა, რომ თუ დავარდებიო და თაყვანისცემო, ამ ყველაფერს შენ მოგცემ. უფალე ეუბნება, რომ იგი უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას ხოლოს ამსახურებდე. დღესაც ეუბნება ეშმაკი ადამიანს, რომ თუ დავარდები და თაყვანისცემ, ამ სიმდიდრეს მოგცემ, აგავსებ სიმდიდრე. და თუ დღეს ადამიანი დადგება ეშმაკის ხარეზე, დადგება უზნეობის, უწმინდურობის ხარეზე, შეიძლება ამ გზით მან კიდევაც მიიღოს სიმდიდრე. მაგრამ ეს არის სიმდიდრე, რომელიც ადამიანს დაღუპავს. და უფალი კი ეუბნება, რომ უფალი ეუბნება, რომ ესე იგი მხოლოდ ღმერთს უნდა სცემდე თაყვანს და არავის სხვას და არაფრის გამო. აქ არის ცოდვა და სასტური ვერცხლის მოყვარების. ვერცხლის მოყვარება არის, როდესაც ადამიანს თავისი სიმდიდრის იმედი უფრო აქვს, ვიდრე ღვთისა. ოღონდ ახლა აქ სიმდიდრეს რო ვამბობ, სიმდიდრე მაინც და მაინც ის კი არ არის ადამიანს მილიარდი ჰქონდეს. შეიძლება 100 ლარი ჰქონდეს, მაგრამ ამ 100 ლარის იმედი უფრო ჰქონდეს, ვიდრე ღმერთის. და ეგ არის ვერცხლის მოყვარება. რაღაცა მატერიალურის გამო, რომ შეუძლია ადამიანს სინდისის საწინააღმდეგო საქმე გააკეთოს, ეგ არის ვერცხლის მოყვარება. რომ იცი, რომ ვიღაცა გაჭირებული არსებობს და შენ შესაძლებლობა გაქვს და ხელს არ უმართავ, ეგ არის ვერცხლის მოყვარება. ვალი რო აქვს ვიღაცას და შენ რო იმის გამო შეურაცხყოფ, ან საერთოდაც არას ესხებ სიტყვაზე, არ და უფალი ამბობს სახარებაში, რომ ვინც გთხოვდეს, რომ მიეციო, ვისაც შენგან სესხება უნდა,
ასესხეო და თუ ამას არ აკეთებ, ესეც ვერცხლის მოყარება და თუ მხოლოდ მას ასესხებო ვისგანაც ყვალად ფიქრობ, რომ დაგიბრუნებ, რა მადლიაო შენთვის. ახლა წარმოიდგინეთ, ასესხე და მოკლედ ესე იგი რა შეძახიან იპოთეკური ცესხით შენ გაუფორმე ნოტარიალურად დამოწმებული ისე რომ შენ რო იტყვიან თავი ქუდში გაქვს. თუ არ ჩაგასესხა, უფრო უკეთესიც კი შეიძლება იყოს შენთვის რაღაც მომენტში, არ ვიცი ახლა მე ესე. ხოდა ეგ არ მან სადღა ქრისტიანობა, ღმერთისადმი მინდობა სადღა. რომ იცი რომ გაუჭირდება ჩასესხება, მაგრამ ისიც რო იცი რომ სჭირდება ახლა ამ მომენტში და შენ რო ასესხებ, აქ გამოჩნდება რომ შენ ღმერთს ენდობ. იმიტომ რომ უფალი ნახეთ რას ამბობს სახარებაში. პირველათო სასუფეველი ეძებეთო და მისი სიმართლეო და ყველაფერი მოგეცემათ. შენ თუ ღვთის სიტყვის გამო ასესხებ. როგორ აი ღმერთი ისე დაგტოვებს, არ დაგტოვებს, მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ის ვერ ჩაგასესხებს და ამიტომ თავს იკავებ, არადა იცი რომ სჭირდება. ახლა ლიმონათის და ლუდის დასალევად თუ სჭირდება და რომ არ ასესხებ, მაგაში არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ რო იცი რომ შეერი ყავს შვილები და რაღაცა პრობლემა აქვს, წამალი უნდა თუ რაღაც და შენ ნამდვილად იცი რომ სჭირდება. შენ ისიც იცი რომ გაქვს შესაძლებლობა. მაგრამ ასევე იცი რომ ის ვერ დაგიბრუნებს და ამ დროს თავს იკავებ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ქრისტიანობისგან ძალიან შორს. მაგრამ შენ თუ ადგები და მისცემ ღმერთის იმედად, ღმერთი არ დატოვებს ადამიანს და ეგ იქნება ღვთის სიტყვის შესრულება. ისე რომ აი დღევანდელი სახარება სამ უდიდეს ცოდვაზე ლაპარაკობს. ერთი არის ნაყროვანება, ამპარტავნება და ვერცხლის მოყარება. თუ რაიმე ცოდვა არსებობს სამყაროში, ყველა ამ სამი ცოდვიდან მომდინარეობს. აი ეს სამი არის ძირი და მთავარი ძირი კი როგორც ვთქვით, ეს არის ამპარტავნება. და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ თუ მხოლოდ ამპარტავნების გამოც კი იქნა გადმოგდებული ანგელოზის ზეციდან, გავბედაო და ვიტყვიო, რომ მხოლოდ სიმდაბლის გამოც კი აცხონებს ღმერთიო ადამიანს. აი სხვა რომ არ ქონდეს არაფერი არ. მხოლოდ სიმდაბლის გამოც კი აცხონებს ღმერთი ადამიანს. ასე რომ აი სიმდაბლე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სწორად აღიქონს. არ აქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და იცის რომ ყველაფერი სიკეთე რაც ჩვენში ხდება და ჩვენგან კეთდება, ჩვენგან ხდება, ყველაფრის საწყისი არის ღმერთი. ახლა რომელიმე ვარსკვლავმა რომ დაიჩემოს, რომ მე ნახეთ როგორ ვანათებ. სისულელი არ იქნება, თვითონ ვერაფერსაც ვერ ანათებს. ღმერთმა თუ არ ზემ თუ არ მიაშუქა იქ, არა, ის ვერაფერს ვერ ანათებს. ადამიანში თავისთავად არ არის სიკეთე, თუ ეს ღვთისგან არ არის. წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობს, რომ ნეტავიო იმ თუნუქის ქილა ვიყო, რომელზეც მზე აირეკლება. ხო არის, სარკე ხო ირეკლავს და მაგრამ ის თუნუქის ქილაც რო იყო, დაჭეჭკილი თუნუქის ქილა, მეტი არ მინდა ეს ვიყო, ოღონდ იქ მზე გამოჩნდეს. მაგრამ რა შემთხვევაში გამოჩნდება მზე? თუ ის ტალახიანი იქნება, არ გამოჩნდება. თუ ის გარეცხილი, გაწმენდილი იქნება, ის თუნუქი მართლაც აირეკლავს მზეს. თუ ადამიანის სული და გული განიწმინდება, იქ ღმერთი მართლაც გამოჩნდება. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, ჩვენო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავართ. რაც უფრო მეტად გახეხავ ამ მონეტას, მით უფრო გამოჩნდება რა არის აღბეჭდილი მას. და ჩვენზეო ქრისტეაო აღბეჭდილი. და რაც უფრო ადამიანი განიწმებს სინანულით, აღსარებით, ლოცვით, მარხვით და იმ მცირე ღვაწლით, რაც თითოეულ ქრისტიანს ევალება, მით უფრო საერო ადამიანს მცირე ღვაწლით. ასე თუ განიწმებს ადამიანი თავის სულს, მასში ქრისტე აღიბეჭს, ქრისტე გამოჩნდება. ქრისტე აღბეჭდილი, ის გამოჩნდება. ქრისტეს თვისებები გამოჩნდება ადამიანში და ალბათ ყველას გვინახავს ადამიანი
თამდაბალი ადამიანი, მოწყალე ადამიანი, მომთმენი ადამიანი გვინახავს, ესე იგი, მიმტევებელი ადგილად რო პატიოს, ეს ყველაფერი ქრისტეს თვისებები. რაც უფრო მეტად შევეცდებით ჩვენ რომ განვიწმინდოთ ჩვენი სული, მით უფრო ჩვენში ეს თვისებები გამოჩნდება. მაგრამ ამავე დროს გვინახავს ჩვენს თავშიც და სხვაშიც, ესე იგი, მრისხანე ადამიანი გვინახავს, არა? რო არ პატიობს, რომ სულ მართალია, რომ ესე იგი გაჭირებულს არ დაეხმარება, რომ მარტო თავის თავზე ფიქრობს და ასე შემდეგ. ეს საეშმაკო თვისებები, რომელიც ბუნებითად ადამიანში არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი ფრიად კეთილად შექმნა. მაგრამ ზოგი რამე ადამიანმა დაცემის შედეგად მიიღო და ზოგი შემდგომ შეიძინა. აი ვერცხლის მოყარება მაგალითად. გარედან შემოსული ვნება არის, რომელიც ადამიანმა შეიძლება უყურადღებობით და იმ მცირე დათმობებით საკუთარ სინდისრომ წაუყურებს. ასე შეიძლება თავისი სული დაიზიანოს, მაგრამ სინანულის შემთხვევაში ამ ყველაფრის კურნება არის შესაძლებელი, იმიტომ რომ სინანულის დროს თავად ღმერთი კურნავს ადამიანს. ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქმა ბრძანა, რომ ამპარტავნების განკურნება მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას შეუძლია. აი ხო არის, რომ ევედრებიან სხვადასხვა წმინდანებს, სხვადასხვა სულიერი თუ ხორციელი საჭიროებების დროს, მაგრამ ამპარტავნებაო იმდენად მძიმე და დიდი ცოდვაა, რომ მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას შეუძლია ამისი განკურნება. ღმერთმა დაგვიფაროს, ესე იგი, დაგვიცას ყოველგვარი ცოდვისაგან და ცოდვაში ჩავარდნილებს კიდევ, როდესაც ჩვენ ცოდვაში ვარდებით, სინანული მოგვანიჭოს და არ გადაგვედოს არასოდეს სინანული, აღსარება არ გადაგვედოს. ღმერთმა დალოცილი და გახარებულები გამყოფ.